რას დავდივით, იმაზეც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპას გავავოცოთ. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. დიაპოლოვაში გადაცემდა. ვაშა გადაცემა მოგესალმებათ. თენგის გოგუტიშვილის პოდკასტი. გვიყურეთ, მოგვიწონეთ, გამოგვიწერეთ. ჭიქებში ქარიშხლის დატრიალება მხოლოდ რუსთაველის თეატრიდან გამოსულმა მაყურებელმა არ იცის. სხვებსაც გამოძით კარგად. ხანდახან ზიანი დიდი არ არის, ხანდახან კი ახლა ზიანი იყო. ტრამპის პრესმდივანმა პრესკონფერენციაზე თქვა, შეიძლება უახლოეს საათებში თვით პრეზიდენტისგან შეიტყოთ, რომ შეერთებული შტატები ნატოს ტოვებსო. ეს ისეთი ფრაზაა, მის სათქმელად დალაგებულ პოლიტიკოს მით უფრო მის პრესმდივანს ენა არ უნდა უტრიალდებოდეს საერთოდ. ამის განხილვა უბრალოდ ტაბუა. მართლა რომც ფიქრობდე, რომ შენს ქვეყანას იყოფნით მძიმე ვალდებულებები აწვება და იქნებ შეიძლება მათგან გათავისუფლება ღირს. ეს უბრალოდ არ უნდა თქვა. იმიტომ რომ თავარი ვისაც გაახარებ რუსია. მაგრამ ტრამპის პრესმდივანმა თქვა, ძალიან მძიმე მოლოდინის ფონი შექმნა გენერალურ დივან რუტესთან შეხვედრის წინ, რომელიც უკვე თეთრ სახლში იყო და დარბაზში შესვლას ელოდა უბრალოდ. რა თქმა უნდა, შეხვედრის შემდეგ ტრამპს მსგავსი არაფერი უთქვამს. ტრამპი ხისტია და ხანდახან რთულად პროგნოზირებადი, მაგრამ არც ამდენად. დიახ, თავარია არა იმდენად თავად ნატო, რამდენადაც მოკავშირე ქვეყნები. ისინი რასელიან ერთმანეთისგან. სწორედაც შეერთებული შტატები ელოდა, რომ რაკი აქვს შეთანხმებები ევროპელ მოკავშირეებთან და იყენებს ბაზებს ამ ქვეყნებში, მაშინ ქვეყნებმა უნდა შეასრულონ საკუთარი ვალდებულებები. რუტეს ვიზიტს უწოდეს damage control, ზიანის შეფასების მისია ალბათ. ყველაზე ზუსტად გონი ასე შეიძლება ითარგმნოს. სიტუაცია ამ ვიზიტის მომენტში თითქოს მიუახლოვდა წერტილს, რომელზეც ამბობენ, რომ გაწყდეს სადაც ვიწროაო. ოღონდ გაწყვეტა ძალიანაც მოინდომოს ადმინისტრაცია მარტივი არ იქნება. კონგრესის ნებართვა უნდა მაგ საქმეს, ეგ კი ასე მარტივად გამორიცხულია. დღესაც და ხვალაც. მაშინ რა რჩება? თანამშრომლობა, ისევ დიპლომატია. სხვა შესაძლებლობა არ არსებობს. ევროპელებს სჭირდებათ შეერთებული შტატები, შეერთებულ შტატებს სჭირდებათ ევროპელები. ევროპა. არა მხოლოდ ხალხი, არამედ ევროპის ტერიტორია. უფრო გავამარტივებ სათქმელს. ამერიკას არ აქვს ნატოდან გამოსვლის ფუფუნება. რატომ? იმიტომ რომ არ აქვს ფუფუნება ფეხში დაიხალოს ტყვია. ჩემი აზრით, ევროპელებმა და კანადელებმა უნდა შეკრან პირი და ერთ დღეს თქვან, ჩვენ ველაპარაკეთ ადვოკატებს გაყრის შესახებ. მტკივნეული გაყრა თუ გინდა, ასეც იქნება. ტრადიცია ასეთი. გადამდგარი გენერლები ყველაზე ალალები არიან ხოლმე და ესეც ალალად ამბობს ახლა არ გამოვა ეგ ამბავიო. წინააღმდეგ შემთხვევაში დაემშვიდობეთ 31 ბაზას. რა დარჩება ამერიკის გლობალური გავლენისგან ევროპაში ბაზების გარეშე? დიდი პრობლემები გექნება, მეგობარო. იქამდე მივიდა, რომ თქვა, ხელშეკრულებიდან გავდივარო. ვერ ეგუება, რომ სხვა ქვეყნებს თავის შორს უჭირავთ ირანის ომისგან. დღეისათვის 31 ამერიკულ ბაზაზე ევროპაში 76,000 სამხედროა განლაგებული. ტრამპს არ შეუძლია კონგრესის გარეშე მათი გაყვანა და ბაზების დახურვა. ტრამპის ხასიათის თავისებურება თავისებურ პასუხს ითხოვს. კი, ბატონო დონალდ, ევროპელებმა შეიძლება გვიან მოიქექეს თავი, მაგრამ საწვავის ასეთ გაძვირებას ნებისმიერი მთავრობის დამხობა შეუძლია, ამიტომ ახლა უკვე ვმუშაობ თქვენს წინადადებაზეო. რაც ახლა ხდება ორმუზის სრუტის საკითხში, რა თქმა უნდა არის საერთო ვალდებულება და შეთანხმება, რომ ჩვენ არ შეგვიძლია დაუშვათ სრუტის დახურვა. ის უნდა გაიხსნას და ღია დარჩეს, რადგან საქმე ეხება თავისუფალ გადაზიდვებს. საქმე ეხება ზღვის კანონს, თავისუფალ ვაჭრობას და ასე შემდეგ. ახლო 34 ქვეყანა პრემიერ სტარმერის ხელმძღვანელობით ამერიკასთან ერთად მუშაობს. ეს რა თქმა უნდა საერთო შეთანხმებაა. ასე რომ ბრიტანეთის მსგავსი დიდი საზღვაო სახელმწიფოები, თუნდაც ჩემი ქვეყანა, რომელიც არც ისე დიდია, მაგრამ როგორც საზღვაო ქვეყანა, ნიდერლანდები მეხუთეა. ამ კოალიციაში ერთად იმუშავებენ და ეს ლოგიკურიცაა. დღეს მდგომარეობით ჯერ ზუსტად არ ვიცით, რამდენად მოიქიქეს თავი ამ ევროპელებმა და კონკრეტულად რამდენმა. ბრიტანეთმა თქვა 40 ქვეყანას კრებო, საფრანგეთმა 15-ო. ზედმეტი არ იქნება. მეტი ქვეყანა, მეტი გემი, მეტად შეკრულ ალიანსს. რასაც ამ შემთხვევაში უტყუარად გავზომავთ ნებისმიერ გასამართ სადგურზე. აი, ფასები რომ ქვევი წამოვა, მაშინ იცოდეთ, რომ ნატოში ყველაფერი კარგად არის. ორი ფოტოს ამბავია სულ. ჩემი მეგობრის, კოლეგის, ელისო ჯარიაშვილის ფოტოებია. ამ ფოტოზე შენობას აქვს ნატოსა და ევროკავშირის დროშები და ამ ფოტოზე აღარ. და ხო, სწორად მივხვდით.
ეს მეორე ფოტოა ბოლო. დროშები იყო, დროშები აღარ არის. ალბათ ბევრმა იცით ეს შენობა. თავისუფლების მოედანზე თბილისის გულის გულში იდგა საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ. მაგრამ 2025 წლის 1 ივლისიდან ცენტრი აღარ არის, დაამთავრდა. ვინ დახურა? იმ ხალხმა, ვინც რამდენიმე წლის წინ საარჩევნო ხმების მოსაგებად კონსტიტუციაში საგანგებო მუხლით ჩაწერა 78. თუმცა არავის უთხოვია. მუხლი 78. ინტეგრაცია ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში. კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად. გავიდა 8 წელი და ამის ჩამწერმა კონსტიტუციურმა ორგანომ, საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააუქმა დანაყოფი, რომელიც კონსტიტუციის ამ მუხლის შესრულებას უპირველესად უზრუნველყოფდა, რომელსაც ასე ერქვა, რომელიც ამისთვის იყო შექმნილი და რომელიც ამას ჯერ კიდევ მაშინ აკეთებდა, სანამ კონსტიტუცია 78 მუხლი დაემატებოდა. მე დირექტორი ვიყავი და ვიცი. 4 წელი ჩვენ ვაკეთეთ, სხვა წლები აკეთეს სხვებმა. სანამ ქვეყანაში ფაქტიურად კონსტიტუციური გადატრიალება არ მოხდა. წართმეული არჩევნებით წაგლეჯილი სახელმწიფოთი. ამ ცენტრის დირექტორი, მაშინ მოქმედი, ერთგული პროჭორილელი, დეპუტატისა და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის ცოლი. საგარეო საქმეთა სამინისტროში დიდად დააწინაურეს და გააყოლეს მორჩილი მონები, მისი, ბურიასი და რუსისი. ის თანამშრომლები კი ვინც ჩათვალა, რომ პირველ რიგში მოქალაქეა და მხოლოდ შემდეგ საჯარო მოხელე. ამიტომ უნდა ჰქონდეს პოზიცია 1000 გვარ უკანონობაზე. აი, ეგენი ერთიანად დახვეტეს და გაყარეს. გლის ბილეთებით ფაქტიურად. ახლა მათ არც ერთ სახელმწიფო უწყებაში აღარ იღებენ. რა კი, აი ამ კანტორის ოდერი აუცილებლად ამოაგდებს პირადი საქმის ჩანაწერს. არასანდოა. ხელი მოაწერა პეტიციას უკანონო დაკავებების წინააღმდეგ. ან საშიში ელემენტია, მონაწილეობდა საპროტესტო აქციაში პარლამენტის წინ. მეტიც ამ თანამშრომლებს გამოცდილებსა და იდეის ერთგულებს, კონსტიტუციის ერთგულებს, კერძო სტრუქტურებში აღარ იღებენ. რა კი, ყველა იღებს მეგობრულ ან არამეგობრულ ზარს. გინდა ახლა შენ პრობლემები ძმაო. ამას ვამბობ და საკუთარ თავს ვეკითხები. რა დროშები, რა ცენტრი, რა ნატო, რა ევროკავშირი. რუსეთში ჩამოგაკიდებინებენ ლურჯ დროშას? არა. აბა რატომ ელოდები, რომ ივანაშვილის საქართველოს ჩამოგაკიდებინებენ? და თუ მაინც სადმე ეკიდა აქამდე, ახლა არ მოხსნიან. მოხსნიან და უკვე მოხსნეს. შემდეგ რა მოხდება ესეც ვიცი. აი ამ წარწერასაც მოხსნიან. ვის ჭირდება გაუქმებული ცენტრის წარწერა? მერე რა მოხდება? მერე მაგ შენობას ბორია იყიდის. ერთლარად, ან ვინმე ბორიასებრი. და მერე იმ წარწერას კონსტიტუციასაც მოხსნიან. მუხლის ნომერი რომ არ მოცდეს კი 78-ში ჩაწერენ, რომ საქართველოს ნეიტრალური სახელმწიფოა და საბოლოოდ აქვს დავიწყებული ყველა ბლოკი და ალიანსი. მაგის მოლაყბეთა რიგიც უკვე დგას. ნაირ-ნაირი პარტიები ჯიბის, ექსპერტები, რა ვიცი, მედიები ჯიბის. დროის საკითხია მხოლოდ ბორიას მომწიფების, როცა ჩათვლის, რომ დასავლეთთან სავაჭრო აღარაფერი დარჩა. თავის გამოჩენაში პროჭორილოს როგორ აჯობებ? კადრში პირველია, ყველაზე წინ, ყველაზე მონდომებული. ახლაც ერთმა პატარა მერიამ ალბათ 25 კვადრატული მეტრის გაზონიდან 25 ფოტო დადო. მართლა 25 არ გატყუებთ. ჯერ დააკვირდით რა აცვიათ. გლეხურად უნდა ვთქვა, ლაკისა და ზამშის ფეხსაცმლით არის ამისულები მიწის სათხრელად. ნუ კაი, ჩემი რამიდის თქვენი გასარეცხი და გასაპრიალებელია. ან თქვენი ცოლების. მაგას გავატარებ. მაგრამ აი ეს როგორ უნდა გავატარო? ახლა კარგად დააკვირდით რა უჭირავს ხელში ჭიათურის მერს, ლაფატკა, ანუ ნიჩაბი. მოადგილეს რა უჭირავს? საკრებულოს თავმჯდომარეს, სპორტის განყოფილების უფრო სპეციალისტს, ლაფატკა. ბარი კი არა, ლაფატკა. ოე, ჭიათურა, პიარი და ჯანდაბა თქვენ. ცხოვრებაში ერთხელ მაინც არ გაქვთ მიწა გადაბრუნებული. ეგ ნიჩაბი ქვიშის საყრელადაა, ქვიშის. მიწის საჭრელად კი ბარია, აი წამახული პირით. აი ამას ქვია ნიჩაბი, ბლაგვი და სწორი პირით. ამას კი ქვია ბარი, წვეტიანი პირით. მერია საკრებულოს გადაღებულ და ამაყად გამოდებულ კოლაში ჩანს რამდენიმე ასეთივე ნიჩაბი, ლაფატკა. ახალ-ახალი. ერთი ძველიც, მაგრამ ასეთივე ლაფატკა და ერთი ბარი, ერთადერთი. და ისიც ქალებს დააჭერინეს უღმერთოებმა. ბიჭო, თქვენ თუ არასოდეს დაგირგავთ არაფერი, არასდროს დაგიბარავთ, მიწა არასდროს გადაგიბრუნებიათ, კინო მაინც არ გინახავთ. რომელიმე? ამდენი აბდალი, აი, რბილად ვამბობ, აბდალი, სად დაიბადეთ? არა, სად დაიბადეთ აწერია კოლაშს. ამდენი აბდალი სამსახურში ვინ მიგიღოთ? ნუ არა, ვინ მიგიღოთ ეგ თვითონ კოლაჟიდან ეს ჩანს. მოკლედ, აბდლები ხართ რა. აბდლები კი არა და ბუდიში ამ სტუღას ახლა ბავშვებთან არ მინდოდა თქმა, საერთოდ ქოცები ხართ. და ეს იყო ვაშა გადაცემა. თენგიზ გოგოტიშვილის პოდკასტი. გვიყურეთ, მოგვიწონეთ და გამოგვიწერეთ Facebook-ზე, YouTube-ზე, Instagram-სა და TikTok-ზე.
რას დავდიდით? იმაზე რაც ვაგექებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპაც გავაოცო. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. იაპონიაში გადაცემდა.